ისრაელის საელჩომ ქართული ოცნება ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერაში ღია დამხილა და შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წლისთავისადმი მხარდასაჭერად გაიმართა თბილისში, რის ფარგლებში სწორედ თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში აინთო გახდა იმის საფუძველი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ერთხელ უპრეცედენტო დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ირანელები, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ დრომდე არიან ბრძოლის ეპიცენტრში, რომლებსაც სასტიკად უსწორდება რეჟიმი, გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც დაინახეს, რომ გუშინ თბილისში ანძა იყო განათებული ირანის დროშის ფერებში. ღონისძიება, რომელიც იყო სწორედ წლისთავისადმი მხარდამჭერი და გაიმართა ირანის საელჩოს მიერ პარაგრაფში, სასტუმრო პარაგრაფში, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარსალიამ და ასევე ამ ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი. დარსალია სიტყვითაც გამოვიდა, სადაც ისაუბრა იმაზე, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები უნდა გამყარდეს და სწორედ ეს კრიტიკის საფუძველი გახდა. დღეს ქართული ოცნების დეპუტატებს უჭირთ, რომ თავი იმართლონ, ამბობენ, რომ ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას არ იცნობენ და პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ. საელჩოს განცხადებას არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რაც ვიცით, რეგიონში არის ბევრი ქვეყანა, ამ ბევრ ქვეყანასთან საქართველოს გააჩნია თავისი ურთიერთობა. შესაბამისი პოლიტიკის ჭრილში. აი ეს შემიძლია გაგცეთ პასუხი. აი ეს არის პასუხი. არ ვიცი მართლა განათდა თუ არა დროშა და რატო განათდა ეგეც არის. შემიძლია რომ გაჩვენოთ. გარდა ამისა, საგარეო მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ირანის საელჩოში და მიულოცეს ეს დამოუკიდებლობის ზრდა. უხერხული არ არის, რა პასუხი გაქვთ თქვენი ხალხის მიმართ, ვისაც აიათოლას რეჟიმი ხოცავს ირანში? თუ არ ვწდები თბილისის მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არის ანძის განათება და მათ უნდა კითხოთ კომენტართან დაკავშირებით მართლა განათდა და ირანის რეჟიმი ხოცავს ადამიანებს და რა გზავნილი არის თქვენთვის? ისრაელის საელჩოც კი მოგიწოდებთ, რომ პასუხი გასცეთ, რა გზავნილია, ვის მხარეს ხართ რეჟიმის? არ მინახავს მათი მოწოდება შეხვედრაზე ვიყავი და ეხლა გამო ისლამური რეჟიმის რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა სასტუმრო პარაგრაფში ისე ჩატარდა, რომ იქ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მისცემიათ. ირანელი აქტივისტი, რომელიც 8 წელია საქართველოში ცხოვრობს, იყო ერთადერთი, რომელსაც უნდოდა, რომ პროტესტი გამოეცხადებინა სწორედ ამ ღონისძიებისთვის და პარაგრაფში მივიდა. მარიამ შარიფს აღუკვეთეს თავისუფლება იმ დროის განმავლობაში, სანამ ღონისძიება არ დასრულდა და მას არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ დაეტოვებინა სასტუმრო პარაგრაფი. მასთან ერთად პუბლიკას წარმომადგენელს ჩამოართვეს ასევე ტელეფონი და პროტესტის ამსახველი კადრები, რომელიც ჰქონდა მას გადაღებული, წაუშალეს. ირანელი აქტივისტი ამბობს, რომ სამარცხვინოა საქართველოში აღინიშნებოდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები ტარდებოდეს და მით უფრო მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ქართველმა მეგობრებმა შემატყობინეს, რომ ირანის საელჩო აპირებდა ისლამური რევოლუციის წლისთავის სასტუმრო პარაგრაფში აღინიშნათ და მეც მაშინვე გადავწყვიტე სამარცხვინო ღონისძიება გამეპროტესტებინა. როცა სასტუმროში მივედი, ჩემს სახელს სტუმრების სიაში ეძებდნენ. სწორედ ამ დროს მოვასწარი საკონფერენციო ოთახში შესვლა და იმის თქმა, რომ რეჟიმის მხარდაჭერა სირცხვილია. მაშინ, როცა თავისუფლებისათვის მებრძოლ თინეიჯერებს, ქალებსა და კაცებს ქუჩაში კლავენ, მიუღებელია აღნიშნო ისლამური რევოლუციის წლისთავი. შეკრებაზე 500 სტუმარი იყო მიწვეული, ქართველი სასულიერო პირები და ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმული ხალხიც ვნახე. რამდენიმე წამში მოვარდა დაცვის სამსახურის სამი თანამშრომელი, შემიპყრეს და სხვა ოთახში შემიყვანეს. 2 საათზე მეტი, სანამ ღონისძიება არ დასრულდა, გადაადგილება აკრძალული მქონდა. ჩემთან ერთად მყოფ პუბლიკას ჟურნალისტს კი ტელეფონი წაართვეს და ჩემი ღონისძიებაზე შესვლის ამსახველი კადრები წაუშალეს. რამდენიმე ნაცნობმა გამაფრთხილა, რომ სასტუმრო პარაგრაფში მისვლით თავს საფრთხეში ვიგდებდი, რადგან მისი მფლობელი ბიძინა ივანიშვილი სახიფათო კაცია და ირანის საელჩო მისი სასტუმროც სწორედ ამიტომ შეარჩია, რომ თანამოაზრეები არიან. აქვთ კავშირებიც და თუ ისინი მოინდომებენ, შეუძლიათ პრობლემები შემიქმნან. როცა ვიკითხე, რა ტიპის პრობლემებზეა საუბარი, შეიძლება სახლში ნარკოტიკიც კი ჩაგიდონო, მაგრამ მე ამის არ მეშინია. დიქტატორული რეჟიმის მოქმედების სტილს ვიცნობ. ჩემს თანამოქალაქეებს კლავენ და მე რეპრესიებით ვერ შემაშინებენ.
რა გზავნილია ოფიციალური თბილისისგან მხარდაჭერა იმ რეჟიმის, რომელიც ტერორისტულად არის გამოცხადებული, რომელიც ამ დღემდე უსწორდება თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლ საკუთარ თანამოქალაქეებს. ეს არის კითხვა, რომელიც მათ შორის ისრაელის საელჩომ დასვა, თუმცა ამ დრომდე ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.